აი ეგრე. სმენა გაჩენეთ. კი, მაგრამ ვერ მივხვდი ხას. არა, მე რომელი რანჩოზე მითხარი, რა ურთიერთობის ხანა გაქვს. შენ აბა მითქოს. ანუ რომელი რანჩოს პატრონები ხარ და გაიხედე მარჯვენა მეთქი ჩემს აი, სვადნა ეს ამ რანჩოს, იმიტომ რომ მე აქ ყოფნას შვებოდი, 4 კაცი შვებოდი ჩვენ ინდიელი აქ დალაპარაკებოც თქვენ. ალბათ თქვენ ქენით გახსენება თუ გახსოვთ. არა, მე არ ვიცნებოდი, იმიტომ რომ აქ იმახსოვს. აქ დალევოც თქვენით თქვენთან და კარგად წასვლა თქვენით აქ. სახელები გახსოვს ვის ესაუბრა? ერთი მგონი ოჯახის რავი უფროსი შვები ყოფნას მგონი თუ კარგად მახსოვს, იმიტომ რომ ოჯახის უფროსები არ არიან ჩვენ. არიან უფროსი ძმები, დანარჩენი ყველა ოჯახის უფროსი. ხო, რა როგორც დაძახებას შვები. როდრიგო ხო არ იყო? აუცმაო არ ვიცი, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ კარგი გამასპინძლება ქნეს ჩვენზე. 1 hour later. ბრუნო, ტანსაცმელი მომიტანე. გეუნებია, გადგავართ ამდენი ადამიანი თავზე. აი ეგრე. ბრუნო, ჩააცვი მაგას. ეგ ტანსაცმელი. აი 25 ნერგს, მოდი აქ. აი ამ სისტორეზე დამირგავ, აი ესე. მერე გამოხვალ აი ესე. გამოხვალ და აი ესე. ქაღალდი რა თქმა უნდა მაგათი ჭირიანი ქაღალდი იქეთ მივცემ. მაგ ყველაფრისთვის რო ვიყავი მისული. მაგ ყველაფრისთვის რო ვიყავი მისული ამათა რომ მეგობრული ხელი გამეწოდებინა. სუნიანი დამიძახეს, სუნიანიო ჩემ, ესენი რომ მემეტყვია სუნიანები ხარ. ოიშეს რაცა. ჰაშკე იყო როდრიგო იქ? ჰაშკე იყო ხო, მთვრალი გახეული თან. და მთვრალ ბელაც დასდევენ ბიჭო, ესენი როდესაც ისინი იძახიან, რომ აი ყველაფრის წამსო და მე პატივცემ ამათ ღმერთებს და ყველაფერს მაგ მთვრალ ბელაც როგორ დასდევ ბიჭო უკან. მოხსენი ამას ეს ისა, რა ქვია. ხელბორკილი მოხსენი და გვერდს დაუმშვენებს ეგერ. ჩვენზე მაგარ მეგობრებს დედას გებიცები ესენი ვერ შეიძენდნენ ვერასდროს ვერც შეიძენენ, მაგრამ არ უნდათ ეხა და არ უნდათ, ნუ უნდათ რა ვქნა. შვიდობა მინდოდა და ვიო მოთოდა. რის გაგებას ვერ შევი მეგობარო, ამოვედი წინებზე, მოვედი მეგობრული ხელით ამოვედი. ხო, ინდიელებთან ამოვედი, ოღონდ ინდიელებთან რო ამოვედი, მე შიგნის ვაპიტიში არ შემოსულ ვარ. ვაპიტის გარეთ ვიდექი და იქიდან გეძახდით, რომ შეიძლებოდა თუ არა შემოსულებდა და რომ მოვიდა ორი პიროვნება, მერე შეგვიყვანეს მან და გორაზე აგვიყვანეს. იარაღები მოიხსენით, რა თქმა უნდა, ყველანი იქ ვიჯექით და ისე ვაკეთებდით აი ჯდომას, ჩაულებრივ და ლოდინს. სახელი არ მახსოვს ახლა თქვენი სახელები, მაგრამ მე ერთ-ერთი მთავარი ვარ, რომ აქვა ესე გვითხრა ჩვენ რა. მოდი აქ დაიწყენერ ჰაშკე მერე ამოვიდა. მე წერილი მივეცი ტელეგრამით, თუ იცი რას ნიშნავს, ანუ ჩიტის სახით რო იგზავნება წერილი, ეგ მივეცი. ხო, ჩიტის გაგზავნა მე არა, მისმინე ერთი წამი. მე მივეცი ჩიტი შენ მეგობარს ვიღაცას და ინდიელს ძმას ერთ-ერთს და მაგან მითხრა რომ მეო ეხა ჰაშკეს ბელას გავუგზავნიო ამასო და მოვლენო თქვენ აქ იყავითო და მოვიყვანო. ამოვიდნენ ერთი 10 სული ამოვიდნენ და ეგრევე დაიწყეს ეგეთი ლაპარაკი, რომ ეს სუნიანებიო დააბითო ყველანიო. რის შემდეგაც მე კლდეზე ამიცურდა ფეხი ნაპირზე ჩავედი ქვევით და თქვენი ერთ-ერთი თქვენიანის გავიყოლე ზედ. გამოვიქეცი აქ და მერე მოუყევი ეგ ამბავი რაც მოხდა აქ ბიჭებს. მაგის მერე 3ჯერ თუ 4ჯერ ამოვედი და 4ჯერვე გადაგიარეთ სულ ყველას და ამის მერე ყოველ დღე ამოვალ მანდ რომ გადაგიაროთ რა. იმის გამო რომ აი ეგრე მოგვექეცით რა. თორე ჩვენ საერთოდ არაფერი არ გვიჭირს და ჩემო მეგობარო რა საკმაოდ კარგად ვართ. შემოგხედე რამხელა რანჩო გვაქვს და საერთოდ მექსიკა გვეჭირა და მექსიკას ელ-კომენდანტე ვიყავი მე და კიდევ ამ ოჯახში ძალიან ბევრი იყო ისეთი ვინც თავარსარდალი იყო მექსიკის და შესაბამისად სანამ მექსიკაში ვიყავი შენ წარმოიდგინე შენი წინა ბელადი და წინა მორბედი ბელ ჩაიკამინდე ენა მანდ არ მომიყვანო თორე ჩახდილს გამუშავებ მანდ წინა მორბედი ბელადებისგან რამდენი მარილი მაქვს ეხა თქვენი აზრით წამოღებული გაცვლაში რავი შენ მთვრალი ბელადი რო არ უნდა წინა ბელადები უნდა გენახა როგორი სიხარულით მოქონდათ მარილები და ხა შენი აზრით მე მიჭირს მარილი არ მიჭირს მე მინდოდა მეგობრობა ურთიერთობა და სუნიანებიო დაგვიძახეთ მთვრალი ბელადის გამო მაგას გავანებით რა ვიღაც გამახსოვდეს ყველაფერი აი ურა გააკეთე ვაიმე